გვერდი 36-ია. ორი მატარებელი თანაბრად მოძრაობს პარალელურ რელსებზე შემხედრი მიმართულებით. მათი სიჩქარის მოდულები შესაბამისად 54 კმ/სთ და 72 კმ/სთ-ია. რისი ტოლია პირველი მატარებლის სიჩქარე მეორეს მიმართ. რა დროში ჩაუვლის მეორე მატარებელში მჯდომ გზავრს პირველი მატარებელი, თუ მისი სიგრძე 140 მეტრია. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი V პირველი ეს არის 54 კმ/სთ-ში, V მეორე არის 72 კმ/სთ-ში. ეს უნდა გადავიყვანოთ მეტრწამებში, ესე იგი 54,1000 3600-ზე, ესე იგი ეს არის 540-26-ზე, ეს გამოვა 15 მეტრი წამში. მეორე არის 72,1000 3600-ზე, ეს იქნება 20 მეტრი წამში. მატარებლის სიგრძე L არის 140 მეტრი. აქ გვეკითხებიან, რა დროში როგორი არის პირველი მატარებლის სიჩქარე მეორეს მიმართ და რა დროში ჩაუვლის მეორე მატარებელში მჯდომ გზავრს პირველი მატარებელი, თუ მის სიგრძე 140 მეტრია. ეხლა აქ არის სიჩქარეთა ფარდობითობაზე საუბარი. მე შეგახსენებთ, ესე იგი ფაქტურად არსებობს სიჩქარეთა შეკრების წესი და ფარდობითი სიჩქარის წესი. გაგახსენებთ, რომ თქვათ, ჩვენ გვაქვს ერთი სხეული, რომელიც მოძრაობს ორი ათვლის სისტემის მიმართ. ერთი სისტემა არის უძრავი სისტემა და მეორე არის მოძრავი სისტემა. ფორმულა არის ესეთნაირი, V არის, მოდით ესე დავწეროთ, U პლუს W. ესე იგი, ეს არის სხეულის სიჩქარე უძრავი სისტემის მიმართ, სხეულის სიჩქარე უძრავი სისტემის მიმართ. ეს არის სხეულის სიჩქარე მოძრავი სისტემის მიმართ. ეს კი არის მოძრავი სისტემის სიჩქარე უძრავი სისტემის მიმართ. ეს არის ეგრეთ წოდებული სიჩქარეთა შეკრების წესი. რაც შეეხება ფარდობით სიჩქარეს, ფარდობით სიჩქარე არის ესეთი შინაარსი აქვს მაგას, რომ თქვათ გვაქვს ორი სხეული. ერთი მოძრაობს V პირველი სიჩქარით, მეორე მოძრაობს V მეორე სიჩქარით, ეს სიჩქარები მოცემულია რაღაცა უძრავი სისტემის მიმართ. ფარდობითი სიჩქარე, ანუ პირველი სხეულის სიჩქარე მეორე სხეულის მიმართ, V ფარდობითი. ეს არის V პირველს ვექტორულად გამოკლებული V მეორე. ამას ქვია ფარდობითი სიჩქარე. შინაარსი არის იმისი, რომ ორივე სხეული მოძრაობს და ჩვენ გვაინტერესებს პირველის სიჩქარე მეორეს მიმართ. ეს არის მათი ვექტორული სხვაობა. თუ ახლა რო გვაინტერესებდეს მაგალითად მეორეს სხეულის სიჩქარე პირველის მიმართ, მაშინ პირიქით V2-ს გამოვაკლებდით V პირველს. ახლა აქ ნახეთ რა მდგომარეობა გვაქვს. ესე იგი თქვა, პირველი მატარებელი მოძრაობს V პირველი სიჩქარით, მეორე მოძრაობს შემხედრი მიმართულებით V მეორე სიჩქარით. ამიტომ ესე იგი ჩვენ გვაინტერესებს პირველი სხეულის სიჩქარე მეორეს მიმართ. X ღერძი მიმართოთ პირველი სხეულის მოძრაობის გასწვრივ და ჩვენ ფაქტურად რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვიპოვოთ V პირველ ვექტორს გამოკლებული V მეორე. ეს არის V ფარდობითი. ვექტორულად უნდა ავაგოთ, ახლა სხვაობა როგორ უნდა ვიპოვოთ?
ორივე ვექტორი ერთ წერტილში უნდა ავაგოთ. ეს არის V1, ეს არის V2 და მეორედან პირველისკენ მიმართოთ, ესე იგი მათი ბოლოები უნდა შევაერთოთ მეორედან V პირველისკენ. ასე რომ პირველი სხეულის სიჩქარე მეორეს მიმართ V ფარდობითი სიდიდით ტოლი იქნება, როგორც ხედავთ, ეს გადიდება, ესე იგი ამ შემთხვევაში იქნება 15 პლუს 20, ეს არის 35 მეტრ/წამი. ხო, რა დროში ჩაუვლის, ესე იგი T იქნება L გაყოფილია V ფარდობითზე. ნუ L არის ესე იგი 140 მეტრი გაყოფილი 35-ზე. ეს გამოვა 2 წამი, ხო? 2 არა, 4 წამი. მეორე ამოცანა. ორი მატარებელი, რომელთა სიგრძეებია 120 მეტრი და 140 მეტრი, მოძრაობს შემხედრე მიმართულებით პარალელურ რელსებზე, შესაბამისად 10 მეტრ/წამი და 16 მეტრ/წამი სიჩქარით. რისი ტოლია მათი ფარდობითი სიჩქარის მოდული? რა დროში ჩაუვლიან მატარებლები ერთმანეთს? ნუ გავს წინა ამოცანას, ესე იგი V პირველი არის 10 მეტრ/წამი, V მეორე არის 16 მეტრ/წამი, L პირველი არის 120 მეტრი, L მეორე არის 140 მეტრი და გვეკითხებიან ფარდობით სიჩქარეს, V ფარდობითს და გვეკითხებიან რა დროში ჩაუვლის. ნუ V ფარდობითი იგივე პრინციპის მიხედვით, ესე იგი ეს არის V პირველს მინუს V მეორე ვექტორულად, ხოლო სიდიდეებისთვის მოხდება შეკრება, ესე იგი ეს არის 10 პლუს 16, ეს არის 26 მეტრი/წამში. ეხლა ერთმა მატარებელმა მეორეს რომ მთლიანად ჩაუვაროს, ესე იგი ნახეთ, ეს არის მაგალითად თქვა ერთი მატარებელი, ეხლა მაგას მიუახლოვდა მეორე მატარებელი, ესე იგი ეს არის პირველი, ეს მეორე არის. ეხლა მთლიანად ჩაუვლა ნიშნავს იმას, რომ ეგენი თქვა უკვე სადაც არის გაცდებიან ერთმანეთს. ეს არის პირველი, ეს არის მეორე. ნუ ეს აქეთ მოძრაობდა, ეს აქეთ მოძრაობდა. ასე რომ გავლილი მანძილი ამ შემთხვევაში იქნება მათი სიგრძეების ჯამი. L იქნება L პირველს პლუს L მეორე. ეს არის 120 პლუს 140, 260 მეტრი გამოვა. ასე რომ დრო იქნება ეს L გაყოფილი V ფარდობითზე 260 გაყოფილი 26-ზე გამოვა 10 წამი. მესამე ამოცანა. 120 მეტრის სიგრძის 10 მეტრ/წამი სიჩქარით მოძრავ მატარებელს წამოეწია პარალელურ რელსებზე მოძრავმა 140 მეტრის სიგრძის მეორე მატარებელი, რომლის სიჩქარე 16 მეტრ/წამია. რა დროში ჩაუვლის მეორე მატარებელი პირველს? მეორე მატარებელი მატარებელს და მერე მეორე მატარებელი პირველში ჯდომ მგზავრს. ეხლა აქ სიტუაცია ესეთი არის, რომ თქვათ ეს V პირველი თქვათ X ღერძის გასწვრივ არის და V მეორეც X ღერძის გასწვრივ არის. ამიტომ V ფარდობითი ესე იგი ეს არის V მეორეს მინუს V პირველი ვექტორულად და ამ შემთხვევაში სიდიდეებისთვისაც სხვაობა იქნება. ეს იქნება 16 მინუს 10, იქნება 6 მეტრი/წამი. ეხლა მგზავრს რო ჩაუვაროს, ხო, მეორე მატარებელი პირველის მიმართ, ესე იგი მეორე მატარებელმა ხო ერთი წამით მგზავრის აძის, რადგან ჩაუვლის მეორე მატარებელი პირველს. მეორე მატარებელში პირველში მჯდომ მგზავრს. აი მგზავრი ზის პირველ მატარებელში. ამიტომ მას ჩაუვლის მეორე მატარებელი, რომლის სიგრძე იქნება მეორე მატარებლის სიგრძის ტოლი. ნუ გავლილი მანძილი იქნება მეორე მატარებლის სიგრძის ტოლი.
ასე რომ T იქნება მეორე მატარებლის სიგრძე, ხო, აქ ჩავწეროთ მოცემულობა. L პირველი არის 120 მეტრი, L მეორე არის 140 მეტრი. ეს მეტრებშია. T იქნება ესე იგი 140 გაყოფილი 6-ზე. ეს იქნება რამდენიც გამოდის, ესე იგი 2-ზე იკვეცება ყველაფერი 70 3-ზე, აი ამდენი წამი. ხოლო რაც შეეხება ერთი მატარებელი რა დროში ჩაუვლის მეორე მატარებელს, მაშინ გავლილი მანძილის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ L1 პლუს L2. ეს არის 120 პლუს 140. ხო, და T შტრიხი იქნება 260 გაყოფილი 6-ზე. ესე იგი ეს არის 130 მესამედი. კარგით. მეოთხე ამოცანა. 30 სანტიმეტრი სიმაღლის ბოთლის ფსკერზე იმყოფება ჭიანჭველა, რომელიც დაიზრა ზემოთ და ამოვიდა ბოთლის თავზე. ამავდროულად ბოთლი გადაადგილეს მაგიდის ჰორიზონტალურ ზედაპირზე 40 სანტიმეტრით. რისი ტოლია ჭიანჭველის გადაადგილების მოდული ბოთლის მიმართ, მაგიდის მიმართ. მოდით A-ში არის 30 სანტიმეტრი, ანუ არის 0,3 მეტრი. L-ი არის, ესე იგი, 40 სანტიმეტრი. ესე იგი, ეს არის ბოთლი. ჭიანჭველა ესე მოძრაობს და მერე თვითონ ბოთლი გადაადგილეს ჰორიზონტალური მიმართულებით. ეს A-1-ით გადაადგილდა ამ მიმართულებით ჭიანჭველა, ხოლო თვითონ ბოთლი გადაადგილდა L-ით. ესე იგი ბოთლის მიმართ ჭიანჭველის გადაადგილების მოდული იქნება A-1-ის ტოლი, ხოლო მაგიდის მიმართ გადაადგილება იქნება ამ ორი გადაადგილების ჯამი. აი ესეთი იქნება და ეს ასე ვთქვათ პითაგორას თეორემით შეგვიძლია ვიპოვოთ ეს S1. S1 იქნება კვადრატული ფესვი A1-ის კვადრატს პლუს L კვადრატი. ეს არის 30-ის კვადრატი პლუს 40-ის კვადრატი, ეს არის 900 პლუს 1600, ეს გამოვა 2500, ესე იგი იქნება ფესვი მაქედან არის 50 სანტიმეტრი. ეს არის გადაადგილება მაგიდის მიმართ, ეს არის გადაადგილება ბოთლის მიმართ. მეხუთე ამოცანა. მეტროს ესკალატორზე მასზე უძრავად მდგომი მგზავრი 60 მეტრის სიგრძის გვირაბში აყავს 2 წუთში. რა დროში აიყვანს ესკალატორი მგზავრს, თუ მგზავრი ესკალატორის მიმართულებით იმოძრავებს მის მიმართ 0,5 მეწამის სიჩქარით. რა სიჩქარით და რა მიმართულებით უნდა იმოძრავოს მგზავრმა, რომ გვირაბის კედლების მიმართ უძრავი დარჩეს. ჩავწეროთ მოცემულობა, რომ მეტროს მასზე უძრავად მდგომი მგზავრი გვირაბის სიგრძე არის 60 მეტრი. დრო რა დროშიაც, ესე იგი თუ ესკალატორი გაჩერებულია, 2 წუთში აყავს. 2 წუთი ეს არის 120 წამი. რა დროში აიყვანს ესკალატორი მგზავრს, თუ მგზავრი ესკალატორის მიმართულებით იმაძრავებს მის მიმართ 0,5 მეტრწამის სიჩქარით. ესე იგი იქნება 0,5 მეტრი წამში. რა სიჩქარი და რა მიმართულებით უნდა იმოძრავოს მგზავრმა, ესე იგი T პირველი არის კითხვის ნიშანი და V მეორეს გთხოვენ კიდე, რომელიც კითხვის ნიშანი არის.
ხო, მოდი დავხატოთ ესე იგი ეს სურათი, აი თქვათ ეს წარმოვიდგინოთ, რომ ესკალატორი არის და პირველი ვარიანტი არის, რომ ეს ადამიანი უძრავად დგას ესკალატორზე, ხო? მაგ შემთხვევაში ადამიანი გადაადგილდება ესკალატორის სიჩქარით. ასე რომ აქედან V ესკალატორის სიჩქარეს ვიპოვით როგორც L გაყოფილი T-ზე, ეს არის 60 მეტრი შეფარდებული ესე იგი 120 წამზე. ესე იგი ეს გამოვა 0.5 მეტრ წამი. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მგზავრი გაჩერებული იყო. თუ ახლა მგზავრიც მოძრაობს და ესკალატორიც მოძრაობს, მაშინ V ესე იგი მგზავრის სიჩქარე დედამიწის მიმართ იქნება ესკალატორის, სიჩქარეს დამატებული მგზავრის სიჩქარე ესკალატორის მიმართ, რომელიც მოცემულია აქ, ესე იგი ეს არის მგზავრის სიჩქარე ესკალატორის მიმართ. ამიტომ ეგ იქნება 0.5 + 0.5, ესე იგი გამოვა 1 მეტრი წამში. ამ შემთხვევაში გავლილი მანძილი იქნება იგივე 60 მეტრი და სიჩქარე იქნება სიჩქარე რაც აქვს ადამიანს მოძრავ ესკალატორზე დედამიწის მიმართ. ეს არის ეს სიდიდე. ამიტომ ეს არის 60 გაყოფილი 1-ზე და გამოვა რომ 6 წამში ავა, ესე იგი ადამიანი. ეხლა ის რომ უძრავად აღმოჩნდეს დედამიწის მიმართ, ამისათვის ცხადია რომ მგზავრმა უნდა იმოძრაოს ესკალატორის სიჩქარით, მაგრამ მის აპირისპიროდ. ესე იგი V დედამიწის მიმართ უნდა იყოს 0-ის ტოლი. ეს ახალ იმ შემთხვევაში რომ უძრავი იყოს გვირაბის მიმართ. ამიტომ V მგზავრის ახალი უნდა იყოს -V ესკალატორის ტოლი. ეს პროექციებისთვის იწერება. ამიტომ V მგზავრისა X-ი შტრიხი იქნება -0.5 მეტრ წამი. მეექვსე ამოცანა. მოტორიანი ნავი მდინარეზე ორ ხიდს შორის მანძილს დინების მიმართულებით ორჯერ უფრო სწრაფად გადის, ვიდრე დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. რამდენჯერ მეტია ნავის საკუთარი სიჩქარე მდინარის დინების სიჩქარეზე. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის მდინარე, ეს არის თქვა პირველი ხიდი, ეს არის მეორე ხიდი. თქვა დინება არის მარცხიდან მარჯვნივ. ესე იგი, პირველ შემთხვევაში თუ დინების მიმართულებით მოძრაობს V დინების მიმართ, ეგ იქნება ნავის სიჩქარეს პლუს დინების სიჩქარე. და თუ მოძრაობს დინების საპირისპიროდ, V დინების საპირისპიროდ, ეგ იქნება V ნავის მინუს V დინების. ხო, ახლა აქ არის მოცემული, რომ T2 არის ორჯერ T1-ის ტოლიო. ესე იგი, უკან ორჯერ მეტი დრო ჭირდება, ესე იგი, უკან ამობრუნებას ორჯერ მეტი დრო ჭირდება, ვიდრე დინების მიმართულებით მოძრაობას. ამიტომ ესე იგი, ეს არის, ესე იგი, S-ი გაყოფილი T1-ზე, ეს არის S-ი გაყოფილი T2-ზე. გადავწეროთ კიდევ ერთხელ V ნავის პლუს V დინების არის S-ი T1-ზე, ხოლო V ნავის მინუს V დინების არის S-ი T2-ზე. გავყოთ ეს განტოლებები ერთმანეთზე, V ნავის მინუს V დინების შეფარდებული V ნავის მინუს V დინების იქნება, ახლა ესენი გაიკვეცება S-ები და T2 ზევითავა. იქნება T2 T1-თან. ახლა T2 არის ორჯერ T1-ის ტოლი. ამიტომ V ნავის მინუს V დინების შეფარდებული V ნავის მინუს ისა აქ პლუსი არის, ბოდიში, პლუსი, აქ მინუს V დინების არის 2-ის ტოლი. მოდით V დინების გავიტანოთ ჩხილებს გარეთ.
იქნება V დინების, V ნავის შეფარდებული V დინებისა -1, V დინების აქაც გავიტანოთ, V ნავის შეფარდებული V დინებისა, აქ ბოდიში აქ +1, აქ -1, უდრის 0-ს. ესენი გაიკვეცება. აი ეს სიდიდე არის საძირბელი სიდიდე, ნავის სიჩქარის შეფარდება დინების სიჩქარესთან, ეს x-ით აღნიშნოთ. ამიტომ x +1, x -1-ზე უდრის 2-ს. ჯვარედინად გადავამრავლოთ, x +1 არის 2x -2, ეს იქით გადავიტანოთ და გვექნება 3 უდრის x. ეს იგი ნიშნავს, რომ V ნავის V დინებაზე უდრის 3-ს. ეს იგი ნავის სიჩქარე 3-ჯერ მეტი არის დინების სიჩქარეზე. ეს არის ჩვენი პასუხი. მეშვიდე ამოცანა. ავტომაგისტრალზე 54 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის წინ 200 მეტრ მანძილზე იმავე მიმართულებით მოძრაობს მოტოციკლი, რომლის სიჩქარე 72 კმ/სთ-ია. დაწერეთ მოტოციკლის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების განტოლება ავტომობილთან დაკავშირებულ ათვლის სისტემაში. ათვლის სათავედ აირჩიეთ ავტომობილის მდებარეობა. ღერძი მიმართულებით მიმართეთ ავტომობილის სიჩქარის მიმართულებით. აი მოდი დავხოტოთ სურათი, ეს არის x ღერძი. ხო, ეს არის ავტომობილი, ის მოძრაობს 54 კმ/სთ სიჩქარით, ეს არის მოტოციკლისტი. ეს მოტოციკლისტი არის, რომელიც იმავე მიმართულებით მოძრაობს 72 კმ/სთ სიჩქარით. მათ შორის მანძილი არის, ესე იგი 200 მეტრიო. ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ უნდა დავწეროთ მოტოციკლის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების განტოლება ავტომობილთან დაკავშირებულ ათვლის სისტემაში. ათვლისათვეთ აირჩიეთ ავტომობილის მდებარეობა. ესე იგი, აი აქ უნდა ავიღოთ კოორდინატთა სათავე. ხო, ჯერ პირველ რიგში სიჩქარები გადავიყვანოთ. V ავტომობილის არის 54 კმ/სთ-ში, ეს არის 15 მეტრი წამში. V მოტოციკლისტის არის 74 კმ/სთ-ში, ეს არის 20 მეტრი წამში. ესე იგი, ეხლა V ფარდობითი, როგორც ვიცით, ეს არის ესე იგი მოტოციკლის სიჩქარეს გამოკლებული ავტომობილის სიჩქარე ვექტორულად. ხო, ეს რო დავაგეგმილოთ x ღერძზე, V ფარდობითი x-ი იქნება V მოტოციკლის x-ი - V ავტომობილის x-ი. ამიტომ V ფარდობითი x-ი ტოლი იქნება 20 - 15 და გამოვა 5 მეტრი წამში, თან პლუს ნიშნით. ახლა ამის განტოლება რო ჩავწეროთ, ესე იგი x-ი იქნება საწყისი, აქ ჩვენ გვეუბნებიან, რომ საწყის სათავედ აიღეთო ავტომობილის მდებარეობა. ამ წერტილის მიმართ ამას აქვს საწყისი კოორდინატი 200-ის ტოლი, 200 + 5t. აი ესეთი განტოლება იქნება მოტოციკლის განტოლება ავტომობილის მიმართ. მერვე ამოცანა. მოტორიანმა ნავმა 200 მეტრი სიგანის მდინარის გადაცურვისას თავისი 5 მეწამის სიჩქარე აწერტილიდან B-სკენ მიმართა. თუმცა მდინარის დინების გამო იგი C-წერტილში აღმოჩნდა. აქ სურათია მოცემული, აი თქვათ ეს არის თვითონ მიმართა მიმართულებით, ესე იგი, მაგრამ იმის გამო, რომ დინება არის მარცხნიდან მარჯვნივ, აღმოჩნდა აი ესე იგი მოდიოდა B-წერტილში, მაგრამ მდინარემ წაანაცვლა C-წერტილში. განსაზღვრეთ, რა დროში გადაცურა ნავმა მდინარე
რისი ტოლი იქნება ნავის სიჩქარე ნაპირის მიმართ, თუ დინების სიჩქარე 2 მეტრ-წამია, რა მანძილი გაიარა ნავმა ნაპირთან დაკავშირებულ ათვლის სისტემაში. ხო, ეხლა აქ ნახეთ სიტუაცია როგორი გვაქვს, ესე იგი, ეს არის ნავის სიჩქარე წყლის მიმართ, ეს არის წყლის სიჩქარე, ეს მოდით 5 აღვნიშნოთ და ეს არის ნავის სიჩქარე დედამიწის მიმართ. ესე იგი, V ნავისა პლუს U ეს არის ნავის სიჩქარე დედამიწის მიმართ. ნუ იგივე შეიძლება გადაადგილებებზე, ეს რო თქვათ გავამრავლოთ T-ებზე მოძრაობის დროზე. მივიღებთ, რომ V ნავისა T-ზე პლუს U წყლისა T-ზე ეს არის V ნავის დედამიწის მიმართ გამრავლებული T-ზე. ანუ ეს არის ეს ნავის გადაადგილება წყლის მიმართ, ეს არის წყლის გადაადგილება O1, უпростоროდ ეს არის BC და ეს უდრის, ესე იგი, ნუ ეს აწერტილი არის, ეს უდრის AC-ს. ნუ ხლა ეს ნავისაც შეგვეძლო AB-თი აღვენიშნა, ესე იგი AB პლუს BC უდრის, ესე იგი AC-ს. რაც შეეხება, ხო, ახლა ჩავწეროთ მოცემულობა. ნავის სიგანე, ესე იგი, L არის წყლის მდინარის სიგანე 200 მეტრი, ნავის სიჩქარე წყლის მიმართ არის 5 მეტრი წამში და დინების სიჩქარე U დინების არის, ესე იგი, 2 მეტრ წამში. ესე იგი, დრო რა დროშიაც გადაცურავს, ესე იგი, ეს ნავი, ესე იგი, დინებას, ეს შეგვიძლია ვიპოვოთ აი აქედან AB შეფარდებული V ნავისაზე. ეს არის 200 გაყოფილი 5-ზე, გამოვა 40 წამი. ხო, ეხლა რაც შეეხება დედამიწის მიმართ სიჩქარეს V ნავისა დედამიწის მიმართ. ეს პითაგორის თეორემით შეგვიძლია ვიპოვოთ, ეს იქნება V ნავის კვადრატი პლუს U კვადრატი თან ფესვი. ეს არის ფესვი 5-ის კვადრატი პლუს 2-ის კვადრატი, ეს არის 25 პლუს 4, ეს არის ფესვი 29-დან. ხო, ახლა დედამიწასთან ხო რა მანძილ გაერა ნავმა ნაპირთან დაკავშირებულ ათვლის სისტემაში. ესე იგი, ნაპირთან დაკავშირებულ ათვლის სისტემაში AC არის მისი გადაადგილება, ასე რომ გავლილი მანძილი იქნება ფესვი 29-დან გამრავლებული T-ზე, ანუ 4 წამზე. ნუ ეს დაახლოებით შეგიძლიათ კალკულატორით ამოიღოთ, ესე იგი, ეს ფესვი. მეცხრე ამოცანა. ნაპირისადმი რა კუთხით უნდა მიმართოს თავის სიჩქარე მოტორიანმა ნავმა, რომ მდინარე უმოკლეს დროში გადაცუროს. ხო, მოდით აბა დავხატოთ, ესე იგი, ეს სურათი. ნაპირისადმი რა კუთხით უნდა იმოძრაოსო. ხო, დავხატოთ სურათი და წარმოვიდგინოთ, რომ, ნუ, ჯერ თქვათ არ ვიცით რა მიმართულებით უნდა წავიდეს და ჩავთვალოთ, რომ დინების მიმართ, ესე იგი, რაღაცა ალფა კუთხით მიმართა ნავმა თავის სიჩქარე. ესე იგი, დედამიწის მიმართ სიჩქარე იქნება, აი ნავის სიჩქარეს, ეს არის V ნავის სიჩქარე, ეს არის U დინების სიჩქარე, ეს არის სიჩქარე დედამიწის მიმართ. მაგრამ ყველა ვარიანტში ამ ნავმა ამ მიმართულებით ემოთეს Y ღერძით ჩავთვალოთ, უნდა გაიაროს L მანძილი. ესე იგი, L ამ მიმართულებით სიჩქარე ექნება V ნავისა გამრავლებული კოსინუს ალფაზე. და ნუ დრო არის T. ეხლა აქედან T იქნება L შეფარდებული V ნავისა კოსინუს ალფა.
ესე იგი ჩვენ თუ გვინდა რომ ტე რაც შეიძლება მცირე იყოს, მნიშვნელოვანი რაც შეიძლება დიდი იყოს. ხოლო კოსინუს ალფას უდიდესი მნიშვნელობა არის 1-ის ტოლი, იმ შემთხვევაში თუ ალფა არის 0 გრადუსი. ასე რომ ყველაზე სწრაფად გადალახავს ესე იგი დინებას თუ ნავს მიმართავს დინების პერპენდიკულარულად. ეხლა მეათე ამოცანა მოტეორიანმა ნავმა მდინარის გადაცურვისას თავისი 10 მეტრი სიჩქარე C წერტილისკენ მიმართა, თუმცა მდინარის დინების გამო ნავმა დინების მართობულად იმოძრავა და იგი B წერტილში აღმოჩნდა. რისი ტოლია ნავის სიჩქარე ნაპირის მიმართ, თუ მდინარის დინების სიჩქარე 6 მეტრწამია, რა დროში გადაცურავს ნავი მდინარეს. აი ნახეთ რაზე ალაპარაკი. ეს არის თქვა ნაპირები, ეს არის დინება, ხო და ესე იგი მიმართა თავის სიჩქარე რაღაცა კუთხით, ნახეთ და დინება რო არა, აი აღმოჩნდებოდა თქვა იყო A წერტილში და აღმოჩნდებოდა B წერტილში, მაგრამ დინების გამო მან იმოძრავა აი ამ მიმართულებით. ასე რომ დედამიწის მიმართ სიჩქარე აი ეს იყო. ეს არის V ნავის დედამიწის მიმართ. ეს არის ნავის სიჩქარე, ეს კი უარი დინების სიჩქარე. ეხლა ეს ნავის სიჩქარე დედამიწის მიმართ შეგვიძლია პითაგორას თეორემით ვიპოვოთ. V ნავის სიჩქარე დედამიწის მიმართ იქნება კვადრატული ფესვი V ნავის კვადრატს მინუს V დინების კვადრატი. ანუ ესე იგი აქ რიცხვებია მოცემული. ნავის სიჩქარე არის 10 მეტრწამი, ესე იგი 10-ის კვადრატს მინუს 6-ის კვადრატი. ეს არის 100 მინუს 36 ფესვი 64-დან, ესე იგი ნავის სიჩქარე დედამიწის მიმართ გამოდის 8 მეტრი წამში. ეს კი ამ მიმართულებით 8 მეტრი წამის მოძრაობდა, ხოლო ელი დინარის სიგანე, რადგან 240 მეტრია, დრო, რომელსაც ის მოანდომებს, ეს იქნება 240 გაყოფილი 8-ზე, ეს გამოვა 30 წამი.